გამარჯობა, მე ნიკა ვარ და დღეს მე ვისაუბრებ, როგორ დავიცვათ, გავაუნჯობესოთ და გავაჯანსაღოთ ღვიძლი, ცხიმოვანი ღვიძლი ან არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი. სრულად შეგცევადია ადვილად აღსადგენად და ამ ვიდეოში განვიხილავ ზუსტ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგათ არა მხოლოდ მისი შესაცვლელად, არამედ სწრაფად გასაკეთებლად და ცვლილებების კვირებში დასანახად. ასევე განვიხილავ პრაქტიკულ რჩევებს იმ საკვების შესახებ, რომელთა მიღებაც გჭირდებათ და რომელთაგან თავის შეკავება ღვიძლის აღსადგენად. ვიდეოს ბოლოს გესაუბრებით სხვა ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ ღვიძლის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე განვიხილავთ საუკეთესო დანამატებს, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ ღვიძლის აღდგენისა და ნორმალური მდგომარეობის დასაბრუნებლად. მოდით ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შევაჩეროთ ცხიმოვანი ღვიძლი. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, რა იწვევს მას და ეს საკმაოდ მარტივია. სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა მეტი ვიდეო შემოგთავაზოთ. კარგი დავიწყოთ. ცხიმოვანი ღვიძლი ძირითადად გამოწვეულია შაქრის და კერძოდ ფრუქტოზისა და საქაროზის ჭარბი მოხმარებით. საქაროზა არის უბრალოდ სუფრის შაქარი, რომელიც იშლება ფრუქტოზასა და გლუკოზად. როგორც ფრუქტოზის, ასევე შაქრის მოხმარება იწვევს მთლიან ჩვენს ორგანიზმში ცვლილებების კასკადი, იწვევს არა მხოლოდ ღვიძლის ცხიმოვან დეგენერაციას, არამედ სხვა დაავადებებსაც, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება, დემენცია და მრავალი კიბოც კი. ფრუქტოზას უნიკალურს ხდის ის, რომ ის არ ასტიმულირებს ლეპტინს და ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში ჭამის შემდეგ და რომელიც ჩვენს ტვინს აცნობს დანახშვენს ტვინს, აცნობს დანაკრების ან სისავსის შესახებ. ამიტომ ფრუქტოზის მიღება არ იწვევს ნორმალურ რეაქციას ჩვენს ტვინში, რომელიც გვეუბნება, რომ დანაკრებულები ვართ. ამიტომ ძალიან ადვილია ზედმეტი ჭამა, თუ ეს საკმარისი არ არის. ფრუქტოზის მუდმივი მოხმარება იწვევს ლეპტინის მიმართ რეზისტენტობის დენტობის განვითარებას, რაც იწვევს მუდმივ შიმშილს და ამცირებს დანაკრების შეგრძნებას, თუნდაც სხვა საკვების შემთხვევაში, არა მხოლოდ ფრუქტოზის შემთხვევაში. კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ სულ რაღაც 7 დღის განმავლობაში მაღალი ფრუქტოზის დიეტამ გაზარდა ლიპიდების დეპონირება ღვიძლში და შეამცირა ღვიძლის ინსულინის ბრძნობელობა. როგორ ავიცილოთ თავიდან ფრუქტოზა? ფრუქტოზა არის მარტივი შაქარი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება თაფლში, ხილსა და ძირხვენებში და ადამიანები მათ ასობით 1000 წლის განმავლობაში მოიხმარდნენ. მაგრამ ეს არ წარმოადგენდა ჯანმრთელობის რისკს. მანამ სანამ არ დავიწყეთ, ქარხნულად დამზადებული ფრუქტოზის და შაქრის დიდი რაოდენობით მირება. ახლა ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა შეიცავს ფრუქტოზას, თუმცა ჩვენს ნაწლავებს შეუძლიათ დაახლოებით 4-დან 5 გრამამდე ფრუქტოზის ინაქტივაცია, რაც არის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ, როგორც წესი ბოსტნეულიდან ვიღებთ, ხილიდან ცოტა მეტ ფრუქტოზას ვიღებთ, თუმცა ხილი, როგორიცაა ბოსტნეული, ასევე დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რაც ანელებს ზედმეტი ფრუქტოზის შეწოვას. გარდა ამისა, ბევრი ხილი ასევე მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ბლოკავს ფრუქტოზის ზოგიერთ ეფექტს და რეალურად აუქმებს ხილიდან მიღებულ ფრუქტოზის ნებისმიერ უარყოფით ეფექტს. ეს გვაძლევს პირველ საკვებ ჯგუფს, რომელიც უნდა ავიცილოთ თავიდან ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების შესაჩერებლად, და ეს არის შაქრიანი სასმელები. ყველამ ვიცით გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების საშიშროების შესახებ, მაგრამ ფარული სასმელები, რომლებიც შეიცავს უამრავ შაქარს, არის წვენები, რომლებიც ხშირად ჯანსაღად არის რეკლამირებული, ხშირად ბავშვებს აძლევენ. თუ სვამთ ფორთოხლის წვენს, ვაშლის წვენს, პომიდურის, შტოშის ან ნებისმიერი სახის წვენს, გთხოვთ შეხედოთ ინგრედიენტის ეტიკეტს და ნახოთ, რამდენ გრამ შაქარს იღებთ მხოლოდ ერთი პორციიდან. ნუ მოგატყუებთ განცხადებები, როგორიცაა ის, შეიცავს ნატურალურ შაქარს ან 0 გრამს დამატებული შაქარი. შეიძლება ის ნატურალური იყოს, მაგრამ მაინც მაღალკონცენტრირებულია და მოიხმარენ ბოჭკოს გარეშე, რომელსაც ჩვეულებრივ მიირთმევდნენ მთლიანი ხილის ჭამის შემთხვევაში. შაქრის ჭარბი მირება ბევრად უფრო ადვილია, თუ მას თხევადი ფორმით ვიღებთ, ვიდრე ჭამით. ხილი თავისთავად სხვა სასმელებია, რომლებიც ცნობილია შაქრის სავსეობით. არის სპორტული და ენერგეტიკული სასმელები. ამერიკის გულის ასოციაცია გვირჩევს დღეში 24-დან 36 გრამამდე ნაკლები შაქრის მირებას, მაგრამ თუ თქვენ გაწუხებთ ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება, თავ შევიკავებდი ყველა შაქრის შემცველი სასმელისგან. ასევე თავ შევიკავებდი ჩირის, მაგალითად ფინიკის, ქიშმიშის ან შავი ქლიავის ჭამისგან. დიახ, ისინი ნატურალურია და არ შეიცავს დამატებულ შაქარს, მაგრამ ეს ნატურალური შაქრები ძალიან დალური შაქრები ძალიან კონცენტრირებულია და არ აქვთ ორიგინალი ხილის მოცულობა, რაც გაცილებით აადვილებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შემდეგ ღვიძლის ფრუქტოზითა და შაქრით გადატვირთვას.
ეს დასტურდება გერმანიაში 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად. მოზარდ ბიჭებში შაქრის მხოლოდ 8 კვირის შეზღუდვამ დრიური კალორიების 3%-ზე ნაკლებამდე აჩვენა ღვიძლის ციტოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ცხიმოვანი ღვიძლის გამოსწორების კიდევ ერთი გზაა მეტი ცილის მიღება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი ცილის მიღება საუზმეზე ან დღის პირველ კვებაზე. სიმსუქნის შესახებ გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ 8500-ზე მეტი ავსტრალიელი გამოიკვლია და აჩვენა, რომ საკმარისი ცილის მიღებას, განსაკუთრებით დღის პირველ კვებაზე, ღრმა გავლენა ჰქონდა იმაზე, თუ რას ნიშნავდა ადამიანები. დღის განმავლობაში გვიან ჭამა და საუზმეზე ცილის მაღალი შემცველობის მიღება დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ნაკლებ საკვებს ნიშნავდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე დაბალ ცილებით მიირთმევდნენ, უფრო მეტ ენერგიულად მდიდარ დამუშავებულ საკვებს და შაქრის მაღალი შემცველ საკვებს მიირთმევდნენ. ამიტომ, თუ მუდმივად გწყურიათ შაქრიანი ან დამუშავებული საკვები, რომელიც თქვენს ცხიმოვან ღვიძლს აუარესებს, შეეცადეთ გაზარდოთ ცილის მიღება, განსაკუთრებით საუზმეზე და ეცადეთ ერთ კვებაზე მინიმუმ 25-დან 35 გრამამდე ცილა მიიღოთ. თუ დღეში 3-ჯერ კვებავთ, საკმარისი ცილის მიღება დაგეხმარებათ ნაკლები შაქრის მიღებაში და წონის დაკლებაში. წონის დაკლება ცხიმოვანი ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. სინამდვილეში სხეულის წონის მხოლოდ 5%-ის დაკლებამ შეიძლება შეამციროს ღვიძლის სტეატოზი, ხოლო სხეულის წონის 7%-ის დაკლებამ შეიძლება გამოიწვიოს არაალკოჰოლური სტეატოზის, ანუ ნეშტის სინდრომის სრული განკურნება, რომელიც ცხიმოვანი ღვიძლის უფრო მძიმე ფორმაა. ახლა, როდესაც ცილის მიღება ზრდით, ფრთხილად უნდა იყოთ იმ ცხიმების მიმართ, რომლებსაც ამ პროცესში იღებთ. ცხოველური ხორცი და რძის პროდუქტები ცილის შესანიშნავი წყაროა, თუმცა ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ნაჯერი ცხიმების მიღება და ისინი როგორც წესი გვხვდება. წითელი ხორცი, გადამუშავებული ხორცი, კარაქის ნაკინი, ასევე ბევრი შემწვარი საკვები. წითელი ხორცის მოხმარება საკამათო თემაა და მე შემთხვევით მივხვები იმ აზრს, რომ წითელი ხორცის ზომიერად მიღება დასაშვებია, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. ჟურნალ დიაბეტი და მეტაბოლიზმში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ნაჯერი ცხიმებით ან ფრუქტოზით ჭარბი კვება ზრდის ღვიძლში ცხიმის დონეს. ჯგუფმა, რომელიც ნაჯერი ცხიმებით ჭარბად იკვებებოდა, გაცილებით მეტად გაზარდა ღვიძლის ცხიმის დონე, ვიდრე ჯგუფმა, რომელიც ფრუქტოზით ჭარბად იკვებებოდა. არსებობს სულ მცირე 4 ადამიანის ჩარევის კვლევა, რომლებმაც დაადასტურეს ნაჯერი ცხიმების მავნე ზემოქმედება ღვიძლის სეროტოზზე, მაგრამ ერთი რაც მინდა გამოუგო არის ორმაგი ბრმა, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც გამხდარი პირები ჭარბად იკვებებოდნენ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი მაფინებით, ამ შემთხვევაში პალმის ზეთით ან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ამ კვლევაში გამოყენებული იყო მზესუმზირი ზეთი და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 7 კვირის ჭარბი კვების შედეგად გაიზარდა ღვიძლის ცხიმის დონე ნაჯერი ცხიმების ჯგუფში. მაშინ, როდესაც პოლიუჯერი ჯგუფის ჯგუფმა გამოიწვია უცხიმო ქსოვილის ან უცხიმო მასის თითქმის 3-ჯერ უფრო დიდი ზრდა ღვიძლზე ზემოქმედების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ ნაჯერი ცხიმების მიღებას და ხაზს უსვამ, რომ არ გადააჭარბოთ ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებას, რადგან ნაჯერი საკვების მიღება დასაშვებია, ცხიმები, მაგრამ ზომიერად ჩვენი კალორიების 5%-ზე მეტის მიღება ნაჯერი ცხიმებიდან არის ის, რაც პრობლემებს ვიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ცხიმი უნდა მივიღოთ გადამუშავებული ხორციდან, ან ნაკლები მაღაზიაში ან ტუალეტებში ნაკიდი შემწვარი საკვები ან ნამცხრები. ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ ნაკინთან ან ყველთან. ამავდროულად უნდა მივიღოთ მეტი კარგი ცხიმი ან პოლი ან მონოუჯერი ცხიმი, რომელიც თევზიდან, თხილიდან და ავოკადოსგან მოდის. ზეთებთან დაკავშირებით ზეითუნის ზეთი უფრო სასურველია ვიდრე ნაჯერი ცხიმების, როგორიცაა ქოქოსის ან პალმის ზეთი გამოყენება. ჩვენს მიერ მიღებულ ცხიმს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ძალიან დაბალ ნახშირწყლოვან ან კეტოგენურ დიეტაზეა, სადაც ენერგიის დიდი ნაწილი ცხიმებიდან უნდა მოდიოდეს. ახლა კეტო არის წონის დაკლების და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ძალიან ეფექტური გზა და ის ძალიან უსაფრთხოა, რადგან ცხიმის შემცველობის უმეტესი ნაწილი პოლიუჯერი ან მონოუჯერი ცხიმებიდან მოდის. ნაჯერი ცხიმებისგან განსხვავებით, ბევრმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა კეტოგენური დიეტა ცხიმოვანი ღვიძლის შესაჩერებლად. თუმცა ამდენივე ადამიანისთვის ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვის ეს ხარისხი უბრალოდ არ არის მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში.
მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ნახშირწყლების შემცირება არ არის აუცილებელი ცხიმოვანი ღვიძლის შესაჩერებლად და საქმე ხარისხსა და ტიპშია. ნახშირწყლები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, უფრო დიდ როლს თამაშობენ ცხიმოვანი ღვიძლის მკურნალობაში. დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების მიღება, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ იწვევენ სისხლში შაქრის დონის ყევებს, ბევრად უკეთესია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ხოლო მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყლების დონის შემცირება ზოგადად კარგი იდეაა ადამიანების უმეტესობისთვის, მე დიდად არ ვინერვიულებდი დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების მიღებაზე, რომლებიც პარკოსნებიდან მოდის. რძის პროდუქტების, ბოსტნეულის ან ხილის მიღებაზე და მე თავს შევიკავებდი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლებისგან, როგორიცაა თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, საუზმის მარცვლეულის უმეტესობა და დამუშავებული კარტოფილი, როგორიცაა კარტოფილი ფრი ან ჩიფსები. და ბოლოს, სხვა რამ, რაც ძალიან სასარგებლოა ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, არის ალკოჰოლისგან თავის შეკავება. გარდა ამისა, კვირაში მინიმუმ 150 წუთიანი ზომიერი ინტენსივობის აქტივობა და კვირაში მინიმუმ 2 დღის განმავლობაში ძალისმიერი ვარჯიშის ან კუნთების აშენების ვარჯიშების ჩართვა. ასევე ხელშეუწყობს ღვიძლის ჯანმრთელობის აღდგენას. თუ ვიდეოში ნახსენებ ყველაფერს გააკეთებთ, რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ ცვლილებებს ღვიძლის ბიომარკერებში, როგორც ეს ადრე განხილ უკვლევებში ჩანს და საბოლოოდ სრულად აღადგენთ ცხიმოვან ღვიძლს. მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ, სანამ თქვენი ღვიძლი ცხიმოვანი ღვიძლის უფრო მძიმე ფორმად გადაიქცევა, როგორიცაა ნეშის ან სტიატას ჰეპატიტი და საბოლოოდ ფიბროზი და ციროზიც კი, რის შემდეგაც ღვიძლის გადანერგვა ჩვენი ერთადერთი ვარიანტია. თუ გსურთ გამოჯანმრთელების პროცესის გაუმჯობესება, ასევე შეგიძლიათ სცადოთ დანამატების დამატება იმ საკვებ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ახლა განვიხილეთ, რათა ნათელი იყოს, რომ ცხიმოვანი ღვიძლის აღდგენისთვის არანაირი დანამატი არ გჭირდებათ, თუ სწორად იკვებებით და მედიკამენტად ნამდვილ whole foods იყენებთ. თუმცა არსებობს დანამატები, რომლებიც გარკვეულ პერსპექტივას იძლევა და შეიძლება სასარგებლო იყოს გამოჯანმრთელების დაჩქარებაში. თავდაპირველად E ვიტამინით თერაპია 800 საერთაშორისო ერთეულით დღეში რეალურად ასოცირდებოდა სტატიკური ჰეპატიტის გაუმჯობესების მნიშვნელოვნად მაღალ მაჩვენებელთან პლაცებოსთან შედარებით. თუმცა, ჯერ E ვიტამინის დანამატების მიღებას თქვენს ექიმთან განვიხილავდი, რადგან E ვიტამინის მაღალი დოზები, რაც ნიშნავს, რომ დღეში 400 საერთაშორისო ერთეულზე მეტი დოზით მიღება, არათამიმდევრულად ასოცირდება ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდასთან, ასევე პროსტატის კიბოს მაჩვენებლის ზრდასთან. ამიტომ E ვიტამინის დანამატების რეკომენდაცია ჩვეულებრივ მხოლოდ პაციენტებს ეძლებათ ცხიმოვანი ღვიძლის უფრო შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ასევე განვიხილავდი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას. 2018 წელს კლინიკური კვების ჟურნალში გამოქვეყნებულმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ის, განსაკუთრებით თევზის ქონით, როგორიცაა DHA, დანამატების მიღება ასოცირდებოდა ღვიძლის მარკერების, როგორიცაა ALT გაუმჯობესებასთან და AST-ის, ასევე ღვიძლის ცხიმის შემცირების პარალელურად. ქოლინი სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც ცხიმოვანი ღვიძლის სამკურნალო საშუალება. ბოლოდროინდელმა შემთხვევა კონტროლის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ქოლინს და ბეტაინს მოიხმარენ, აღენიშნებათ ღვიძლის სტეატოზის შემცირება, ასოცირებული 91-ით. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება უფრო დამაჯერებელი კვლევა იმის შესახებ, სასარგებლოა თუ არა ქოლინის დანამატები ადამიანების უმეტესობისთვის ისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს დეფიციტი აქვს და რა დოზით ვიღებთ რაიმე სახის თერაპიულ სარგებელს, სანამ მეტ მონაცემს არ მივიღებთ. დარწმუნდებით, რომ საკვებისთვის საკმარის ტანსაცმელს ყიდულობთ, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით კვერცხის მიღებას კვერცხის გულით, უცხიმო ხორცით, ასევე საკმარისი რაოდენობით ზღვის პროდუქტებით, რომლებიც ასევე ძალიან მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. თუ ხორცს არ მიირთმევთ, მაშინ ყურადღებას გავამახვილებდი იოგურტის, მზესუმზირის თესლის და ჯვაროსანი ბოსტნეულის, როგორიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო ან კომბოსტო. ფრეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონა ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს. ასევე დატოვეთ კომენტარი, თქვენ რას ფიქრობთ. მე ყველა კომენტარს ვკითხულობთ, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.